გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო გადაცემას ვიწყებ ტრადიციულად სოლიდარობით და სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს რომელიც ძალიან მოგვენატრა და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას მიუხედავად იმისა რომ უკვე ტროტუარზე დგომის გამო და Facebook პოსტების გამო იჭერენ ხალხს ამ ყველაფრის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე დარახველიძე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ძალიან დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. მე ეს განცხადება თავიდანვე იმიტომ ჩავსვი რომ მინდა რომ გითხრათ რომ აი რა კარგი რაღაცა გითხრა. მოდით ნახოთ ეს განცხადება. საქართველოში სრულიად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამას გვეუბნება ჩვენი მინისტრის მოადგილე სრულიად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება. ოღონდ აერში ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ვისაც მიწაზე ფეხი ედგა, ყველა დააპატიმრებს. ერთი სიტყვით ვინც მშვიდობიანად შეიკრიბებით აერში, თქვენი უფლებები იქნება სრულიად დაცული. ალექსანდრე დარახველიძეს ერთი ნიუანსი გამორჩა. მშვიდობიანი შეკრების უფლება კი არის დაცული, მაგრამ ასევე დაცულია დაუნდობელი დარბევის უფლება. აბა ცალმხრივად ხوار იქნება ეს უფლებები დაცული. სწორედ ამიტომ ვერ მოგვერევიან ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ ვერ მოგვერევიან. აი ამიტომ უსწრებთ სოფლიოს ყველაფერში. მინდა გაგაცნოთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ძვირფასო მეგობრებო, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. განათლების მინისტრის ინფორმაციით, მალე დედაქალაქს რამდენიმე ულამაზესი ფეშენებელური კორპუსი შეემატება. ბოდიში ეს ინფორმაცია სხვანაირად უნდა გამომეცხადებინა. მოდით ნახოთ განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადება. მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ხათაშორის ეს განცხადება ჩვენ და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა ერთდროულად გავიგეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდებული რეფორმაა, რაც ხელს შეუწყობს კიდევ რამდენიმე ცათამრჯენის აშენებას ჩვენს დედაქალაქში. იმიტომ რომ ამ გაერთიანებით რაც უნივერსიტეტებიდან შენობები მორჩებათ, საკორპუსეთ ახლა მეტი უკეთესი რეფორმა რა გინდათ ახლა განათლებაში. შეესევიან ჩვენი დეველოპერი მგლები, ვინც აკვავს ქვეყანაში. ქართულმა ოცნებამ მორიგი ნაბიჯი გადადგა გასაოცარი დემოკრატიისკენ, ნახოთ ინფორმაცია ამის შესახებ. ოცნების ახალი ინიციატივით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. არადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ კანონს იღებს, მანამდე პირდაპირ ევროპული გრანტების არტერიაზე იყო მიბმული ძვირფასო მეგობრებო და პოლიტიკური საქმიანობა კი არა, შარვალ კოსტუმის ჩაცმაც უნდა ეკრძალებოდეს წესით. და საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, პარლამენტის შენობასთან 200 მეტრის რადიუსში მიახლოება უნდა ეკრძალოს. იმდენ ორგანიზაციაშია ნამუშევარი, მაგრამ შალვამ მოინანია და ჩამოირეცხა deep state-დან აღებული წყეული ევროები, ღმერთო ეს რეები ჩაუდენია, მაგრამ მართლა ჩამოირეცხა ყველაფერი. ძალიან სასიამოვნო სიახლეებია ქართულ სამეწარმეო და ბიზნეს სფეროში, ვნახოთ ეს ინფორმაციაც. რეჟიმის ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება. ესე იგი, უკეთ რომ აგიხსნათ, 2 დღის წინ პარლამენტში, სადაც ქართული ოცნებას 40 ბიზნესმენი მილიონერი ჰყავს, მიიღეს კანონი, აპირებენ მიიღონ კანონი, თუ ვინმე მეწარმე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება, დაჯარიმდება თანხით. ეხლა, რო უკვირდები, ხო, ახლა თავის ხალხს ხომ არ დააჯარიმებენ. მაგრამ რა ვიცი, ჯობდა რომ ჩანაწერში დაგეკონკრეტებინათ, ვინც ოპოზიციურ საქმიანობაში ჩაერთვება. ის დაჯარიმდება მხოლოდ.
გაგდით და მაინც ყველაფერი და ბარე ბოლომდე რომ გაატყნინოთ რა იყოთ კაცო რა მორიდებული ხალხი ხართ ჩააწერე რა გარკვევით რა ბიზნესი თავისუფალიაო შეგვახსენა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მარკეტების ქსელთან შეხვედრის შემდეგ ეს რომ თქვა იმ წამის გამოსული იყო სუსი მარკეტების ოფისებიდან მართლა ოღონდ მაშინ რო თქვა რომ ბიზნესი თავისუფალიაო იმ წამს გამოვიდა სუსი ოფისებიდან და სპეციალურად შევიდნენ ჟანგბადის ბალონები შეიტანეს რომ უფრო თავისუფლად ეს უნდათ ჩვენს ბიზნესმენებს სპეციალურად შევიდა ესე სუსი მე ესე გავიგეთ მარკეტებში პროდუქტების ფასების ზრდის მიზეზი გარკვეულია მაღალი ფასების წარმომავლობა გამოიძია როგორც იქნა გია გაჩეჩილაძემ სუსზე წინ მიხვდა რომ ვისი ბრალია უცნობმა მოდით ნახოთ მისი ვერსია ეს სუპერმარკეტები რაც დღესაა ნაცებისაა ისევ ეწევიან საპოტაჟს რომ ფასები ძვირი იყოს მაგრამ მოგეხედებათ თქვენც ხედავთ მე როგორც გავიგე მარკეტებში ჩვეულებრივ ფასებს ნაცები აწერენ და ეს ყვითელი ფასები ყოფილა ქოცების დაწერილი როგორც გავიგე და ნაცები მარტო პროდუქტებს კი არ გვიძვირებენ აი მარკეტებში რომ მეორე სალარო არასოდეს მუშაობს მაგასაც ნაცები აკეთებენ სპეციალურად არ ამუშავებენ საბოტაჟის სახით გვიწყობენ სპეციალურად რომ აი რიგებში დგომისას ხალხს ამოხადონ სული ხო უყვართ ხალხის წამება მაგათ მისახედია ამბისთვის დინარაძე მიხედავს უცნობს რადგან შევეხეთ აქვე მინდა ერთი თემა შევეხო გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ სუხიშვილების კონცერტზე რომელიც ჩატარდა ამერიკაში კარნეგი ჰოლში ესწრებოდა მსახიობი რობერტ დენირო კონცერტის შემდეგ კულისებში შევიდა რობერტი და გაესაუბრა ნინოს და ილიკოს ამ ფაქტზე ვნახოთ ისევ უცნობის რეაქცია და კომენტარი ვერ გავიგე დენირო რა დენირო ნუ კი დენირო რა რაღაც არ შეიძლება ამისგან გაფეტიშება თუ ადამიანმა ასე თუ ისე კინო იცის არ ვიცი ალპაჩინოსთან როგორ შეიძლება მოიყვანო ეს ამბავი რა დენირო ხალხო ვინ არის დენირო კულისებში კი არა მე უცნობის კონცერტზე შუა სცენაზე მიშა სააკაშვილი ავიდა და ერთად იცეკვეს აზე მოდით თქვენ კაცო რა დენირო რის დენირო ერთად აქვთ ამ ხელა ადამიანებს ერთად ნაცეკვი სცენაზე მიშას და უცნობს ჩემი თვალით თუ არ გქონდეს ნანახი არ გეტყოდით საერთოდ რა შუაში იყო ეს შეფასება ხო ვერ მივხვდი ვერანაირად სუხიშვილები სახელმწიფო ანსამბლია საქართველოს სახელით ატარებენ კონცერტს და თუ ვინმე ცნობილი შეხვდა წესით რატო უნდა გეწყინოს ძვირფასო მეგობრებო მე არ მესმის პირიქით ხო უნდა გაგიხარდეს არა მაგრამ მე მივხვდი ესაა ქოცური მენტალობის ბრალი ეს არის ქოცური მენტალიტეტი სწორედ ესაა ქოცობა თვითონ ხო კარგადაა მაგრამ ეს არ ყოფნის შენ აუცილებლად ცუდად უნდა იყო თორე თვითონ ბოლომდე კარგად არა აი როცა ცუდად ხარ მაშინ არის კარგად აი ეს არის ქოცობა შესაბამისად აი ეს ნაკლებად სასაცილო ანალიზი შემოგთავაზეთ ყველამ რომ გაიაზროთ ტვინში რომ გაიელოთ და უბრალოდ რომ გაგიხარდეთ რომ დენირო ნახა ჩვენი ქართული ცეკვა უბრალოდ ეს რომ გაგიხარდოთ მხოლოდ ეს მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების მორიგი პროპაგანდისტული შედევრი იცით ალბათ დაოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს ნახოთ როგორ დააკნინა იმედმა ეს ფორუმი დავოსში ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას ადგილობრივ სექს მუშაკთა პლატფორმის მომხმარებლების რიცხვი 4000%-ით გაიზარდა 4000%-ით ხალხო ხედავთ რა ხდება ამ ეკონომიკურ ფორუმზე ბოზებით ყოფილა გამოტენილი ბოზებით ამ ფორუმის შემდეგ თურმე ყირაზე გადადიანო ესე გავიგე ჩინოვნიკები მაგიტომაც არ წავიდა ჩვენი პრემიერი რომ ამ ხელად ცდულების მორევში არ აღმოჩენილიყო და ცოდვაში ვარ ჩავარდნილიყო კიდე კარგი გადარჩენილები ვართ ხალხო 4000%-ით ხალხო ბოზები მომბრავლებულან ეს ნიუსი უნდა გაგეგრძელებინა დავოსში მთელი ღამე იგრძნობდა 5 ბალიანი ინტენსიური ბიძგები და ისმოდა უმოწყალო კვნესის ხმა
სოფლიო ეკონომიკა კი არა, სოფლიო გარყვნილების ფორუმია. ადამიანების ალაპარაკეთ ესეთი ტრაგიკული ხმით. მე რა მაინტერესებს ისეთ მონაკოს კლუბებს რატომ არდებთ? მონაკოში უნდა გაგეზომათ 2025-ის აგვისტოში გულწასული ქალბატონების რიცხვი 10,000%-ით ყოფილა გაზრდილი. თურმე ზარქუას რომ ჩაულია ქუჩაში გალებს გულები მისდიოდათ. ერთმანეთზე ეფინებოდნენ პირდაპირ ქუჩაში. ეს რა სილამაზემ გაიარაო ესე. ასე გაივლიდნენ და ცრემლები მუხლები ეკვეთებოდა და ვარდებოდნენ. მაგრამ ის მაინც ასე მიდიოდა. მაგრამ რა არის ისი ტელეკომპანია იმედს ერთი შეცდომა გაეპარა, როცა ეს პოსტი დადო. თუ ამ ფორუმზე 4,000%-ით გაიზარდა სექსმუჩაკ ქალების რაოდენობა, თუ ამდენი ბოზი ჩავიდა, ესე იგი გამოდის რომ ევროპელ კაცს კაცი ქვია და ქალს ქალი, ხო? აი სადაიჭრა იმედის ანტიევროპული პროპაგანდა. ესე იგი ამ ევროპელ კაცებს რაღაცა შეძლებიათ, ხო? და ეს არის კი. ამიტომ ცოტა დაფიქრდით ხოლმე რასაც წერთ. საერთოდ თუ კარგად დავაკვირდებით, არსად აღარ გვეძახიან ძვირფასო მეგობრებო. ქვეყანა სრულ იზოლაციაშია. ასე თუ გაგრძელდა რომელიღაცა ამაზონის ჯუნგლების ტომს დავემსგავსებით, რომლებიც ცივილიზაციას გაურბიან და თან ჩამორჩებიან და ვიცხოვრებთ მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით, ცუდი კომენტარების წერით, ბოღმით, შიგადაშიგ უცხოეთიდან იუთუბერები და მოგზაურები ჩამოვლენ და დაგვაკვირდებიან, როგორც ევროპაში მცხოვრებ უძველეს გადაშენების პირას მყოფ ღვარძლიან რასას. ასეთი იზოლირებული ქვეყანა, როგორც დღეს არის, იყო მხოლოდ და მხოლოდ მხედრიონის დროს. ვართ ასე მიგდებულები ძვირფასო მეგობრებო, ერთადერთი აი როგორც სასტუმროს კარებზე ვკიდებთ ხოლმე წარწერას, ისეთ წარწერას თუ დავკიდებთ ქვეყნის შემოსასვლელში don't disturb. არ შეგვაწუხოთ. სოფლიოს რომ ეგონოს რომ ყველას კი არ ვკიდივართ, უბრალოდ ვისვენებთ. და არ გვინდა რომ ვიღაცამ შეგვაწუხოს. აი ესეთი წარწერა ჩამოვკიდეთ. მალე აზერბაიჯანი და სომხეთის აღარ გაატარებენ ჩვენზე სატრანზიტო ტვირთებს. აქეთ ევროპული დახმარებების საერთოდ შეწყდა ერთი სიტყვით, მალე ჩვენს ქვეყანას დიდი გაღატაკების ეპოქა გველოდება. რაც შეეხება სუპს, ამ კონკრეტულ პერიოდში მაგასაც ვერ შეგპირდებით, რომ გექნებათ. უფრო რა ვიცი, ფოთლები გვაქვს, ფოთლებსაც ჭამთ. ან რა ვიცი. რაღაც ნებისმიერი რამე რაც მოიპოვება ბუნებაში. ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ უნდა აღდგეს პოლიტიკური დებატები. დებატები უნდა აღვადგინოთ, ანუ ოცნებას უნდა რომ ვიღაცებთან იდებატოს. რა თქმა უნდა, ნამდვილი ოპოზიცია არ იგულისხმება აქ, ძირითადად უფრო ახლობელი ოპოზიციონერებთან შევლენ პოლემიკაში, სადაც იქნება რეჟისორის მიერ დადგმული ჯანსაღი კამათი. ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ძალიან საინტერესო პიროვნება ეს. მოდით ნახოთ მისი კომენტარი. პირველი, ვინც არა მარტო დებატებს, არამედ დაპირისპირებასაც არ შევუშინდით, ხალხის ძალა ვიყავით. დაავტოვეთ უმრავლესობა და სიმართლე ვუთხარით ხალხს. კიდევ კარგი გურამის განცხადება რომ გააკეთეთ, თორე შენ რომ არ შეგეხსენები და მე საერთოდ არ მახსოვდა რომ თქვენ ოპოზიციაში იყავით საერთოდ. გეფიცები აი მთელი ღამე ვფიქრობდი, მეთქი ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია. ვის უნდა დაუჯდენ მთავრობა სადებატოდ? მოსახლეობისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დებატებში ვინ უნდა გამოაჩინონ? აჰა, გამოჩდი შენ, ხო, ვითარც საბნელში ნათელი. ვითარც საბნელში ნათელი, გურამ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აღშფოთება გამოხატა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ნახოთ რა გზავნილი გააკეთა მან რუსთავის ციხიდან. დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. გარეთ რომ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. მე 14 წელს ამბობს. ერთ კვირაში დავასრულებდიო.
ხომ არის ახლა ღირსი რომ უთხრა რომ გარეთ რო იყავი და 2012-ში შენი პრეზიდენტობის დროს რომ არ დაასრულე, იმიტომ ხარ ახლა ციხეში და იმიტომ ოცნებობ გარეთ გამოსვლაზე რომ ერთ კვირაში დაასრულო თქო, ხომ არის ღირსი რომ უთხრა. მაგრამ არ ვეთქვი, იმიტომ რომ პატიმარია ახლა და მაინც და არ იქნება ჩემგან ლამაზი. რა სისულელებს ამბობს ახლა ამ ხელა კაცი ეს მიშა, რა სისულელებს, რანაირად დაამთავრებს ერთ კვირაში. ჩვენ აქ ნაჩქარევი არაფერი არ გვინდა გენაცვალე. ჩვენ ამ თავრობის გასტუმრებას მივხვებით გეგმიურად. აქ არის გაწერილი ყველაფერი და შენ არ აგარევინებთ აქაურობას. რაც აქეთ იგეგმება. ჩვენ აქ დალაგებულად გვაქვს სერიოზული რაღაცები, გვაქვს ჩვენი საბჭოები, რომლებიც სახავენ რამდენიმე წლის გეგმას. მერე საკოორდინაციო საბჭო იხილავს ამას. ამ გეგმას, რომელიც დაამატებს ამ გეგმას ზემოდან კიდევ ერთ გეგმას უფრო ხანგრძლივს. რომ უფრო მოირყეს ეს ქართული ოცნება. მერე ეს საბჭოები იყოფა რამდენიმე ჯგუფად. ზოგი საგარეო კრიტიკით კავდება, ზოგი საშინაო კრიტიკით. რაღაცა პერიოდის მერე ვაქვეყნეთ ძალიან სერიოზულ მანიფესტს. სადაც სიტყვით ეწერება წადით. რაც გამორიცხულია ოცნება ამას არ დაემორჩილოს. ხოლო თუ არ დაემორჩილა, მერე იქნება გარდამავალი ახალი გეგმა, ახალი სტრატეგიით, ანუ ახალ წრეზე დავიწყებთ მოძრაობას. ახალ წრეზე წავალთ ახალი მანიფესტებით და მემორანდუმებით. და ასე არ მივცემთ მოსვენების საშუალებას საუკუნეების განმავლობაში ქართულ ოცნებას. სააკაშვილმა კიდე მიმიფუჩეჩა უცებ აქა. ერთ კვირაში მოვავთარებთ საქმესო. არავის არ სჭირდება შენი მიფუჩეჩებული ფინანსური რევოლუცია, რა თქმა. რაში მჭირდება? ამიტომაც მივყვებით გეგმიურად, გეგმაზომიერად, დალაგებულად, დაწყნარებულად, დამშვიდებულად. არსად არ გვეჩქარება. აბსოლუტურად არსად არ გვეჩქარება. როცა იქნება, ხო იქნება. ზოგადად ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა რო შევაჯამოთ, დაახლოებით ასეთ სურათია. ოპოზიციის გაერთიანებაზე ჩამიჩუმი არ ისმის. ყველას თავისი გეგმა აქვს. ქოცების გასტუმრების, რომლებიც ჯერჯერობით თოქ-შოუებში მონაწილეობას არ სცდება. ხალხს აქვს ოპოზიციის იმედი და თვითონ ოპოზიციას კიდე ინგა გრიგოლიას იმედი. რომ იქნება დაურეკოს და გადაცემაში დაპატიოს. მონოლოგის ბოლოს მინდა ჩემი აზრი გითხრათ. ოპოზიცია ვერ გაერთიანების მიზეზად ასახელებს განსხვავებულ ღირებულებებს, ხრებით. ეს არის თავარი არ გაერთიანების მიზეზი არის, რომ ყველას თავისი ხედვა აქვს და ყველას თავისი ფასეულებები და განსხვავებული ღირებულებები. მე საერთოდ სხვა მიზეზი მგონია. მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ცხოვრობდა ერთი ბრძენი კაცი. ეს კაცი მოხუცდა ძვირფასო მეგობრებო, დაუძლურდა და დაუძახა შვილებს. ბევრი შვილი ჰყავდა. მოდითო შვილებოო აქო. მე ბევრი დრო აღარ დამრჩენიაო და ერთი ბრძნული რჩევა მინდა დაგიტოვოთო. აი ეს ჩემი ისრები მომიტანეთო. ერთ-ერთს უთხრა, მიუტანა ერთმა ისრები. ამოიღო და გაუწოდა ერთ შვილს. აბა მიდიო გადატეხეო. რატო უნდა გადავტეხო? გადატეხე და მე გეტყვიო ეს მამა ეუნება კაცო. მე ჩემი ძმის მოტანილი ისარი რატო უნდა გადავტეხო? ეს ეუნება. ადგეს და თვითონ გადატეხოსო. კარგიო უთხრა მამამ, შენ თვითონ გადატეხეო მეორეს. მოიცა კაცო, მე რატო უნდა გადავტეხო? მე მოვიტანეო და გადატეხო, სხვამ გადატეხოსო. კარგიო მომეცე მე გადავტეხაო, წამოიძახა ნაბოლარა ძმამ. დაიცა რაო რა, შენ რატო უნდა გადატეხო რა? შენ პატარა ტოცას ვერ გადატეხაო. ის არც კი არაო. კაიო მომეციო მე გადავტეხაო, თქვა შუათანა ძმამ. ახლა კაი დროსიაო მიუგო უფროსმა. წეგან მამამ რომ მოგაწოდაო, მაშინ რატო არ გადატეხო? ამ დროს წამოხტა მამა, ბიჭო, გადატეხეთ ეს დედა აფეთქებული ისრები, რაღაცის თქმა მინდაო. მერე უცებ გულზე ხელი მოიგიდა და სული განუტევა ამ კაცმა. ნეტარისი თქმა უნდაო, გადახედეს ძმებმა ერთმანეთს. მე ვფიქრობ, თვითონ მეგობრებო, იმ ცნობილი მოთხრობის ეს ვერსია აქვს საკითხული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ანუ ამ ისრების მთავარი არსი არის, ანუ ფინალი არის რა ხდება, მიხვდი? მხოლოდ ეს ვერსია აქვს საკითხული. ანუ დასასრული არა აქვს მოსმენელი და იმიტომაც ვართ აი ასეთ უბედურ დღეში თვითონ მეგობრებო.
მაგრამ მაინც ვერ მოგვერევიან. ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემ შოუს მუსიკალურად გააფორმოს ბენდი თამრალ ეგრეშის სტუდიაში. მადლობთ. ვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ბახო სანაია. აქვე შეგახსენებ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PINXG, ამანათები ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია InSpace Design, InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. აქვე ვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოგმედებით მაჯგუფა შევქმნით ახალი გასართობი არხი. ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ასევე ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი ციხეში. ნახოთ. ირაკლი, რა შვები, როგორ ახარ, კაცო? როგორ ახარ, რა შვები? ერისმის, ეს ტელეფონი? რა შვები, როგორ ახარ, ირაკლი? ევი, ბეტერმიჯი, როგორ ახარ, ბიჭო, როგორ? ევი, მე თვითღიში ვარ, ის როგზევენე. მართლა კაცო, კი არ ვიცოდი ეს ამბავი, არ ვიცოდი მოკლედ. რასავი ბეტერმიჯი, თქვენ საერთოდ აზიანი ყევით? საერთოდ არ ვიცოდი კაცო, დინარაძე მითხრა შემთხვევით. გადავიდი ეს რო გავიგე, გადავიდი. რა შემიძლია გავაკეთო შენთვის? ხო იცი თავზევით ძალა არ არის. აუ ეგრიც ვიცოდი რომ არ იცოდი ბეტერმიჯი. არ ვიცოდი ეუბნები ადამიანობას გეფიცები. ეგრიც ვიცოდი რე. თქვენ რამას როგორ იყენებით ბეტერმიჯი რა? გამორიცხულია მეთქი ეგრე ყოფილიყო მეთქი რა. თქვენ ანხრეტი ვინიცელი ბეტერმიჯი. თქვენ როგორ ბიყვარდი ბეტერმიჯი. გაიხარე ირაკლი. მომინეთე. სასწაული კაცი ხარ, სასწაული. სიმგეუტე. ვინიცელი მაკაკარტეში ბეტერმიჯი. ეგრეთ ვიცოდი. ბეტერმიჯი. ხო. ეგ ყურმილი ცოტა უკან გადაიტანეთ რა. ეგ კისერში რო გადაიტანეთ. ასე? კიდე კისერში. ევრესუნი კისერში. ევრე ცოტა სასწაული კაცი ხარ. აუ კონდი ცოტა ხანი რე მინეტრი ბეტერმიჯი. არა, ახლა ეს მილიონებში გაპატიებდი, მაგრამ ნეტაის ჩანაწერი არ მომესმინა. რომელი ბეტერმიჯი? თელავში რესტორანში რომ აგინებ. თელავში. გახსოვ? არის მის ბეტერმიჯი რასმი? არის მის ბეტერმიჯი. თელავში რესტორანში რომ იგინებოდი ჩემი მისამართი, დედაი არ მომესმინა. მე არ გაგი მე არა ბეტერმიჯი მე არა, შენ არ იგინებოდი. არა თქვენთვის არ შემიგინებია ბეტერმიჯი ყველა არა. როგორ კაცო ბიზინაო, არ იძახოდი იმ ჩანაწერში შენ? ბიზინაო არა. აბა რას იძახდი? თრითინა მეთქი. თრითინა. არც ისო მახჭობელაო. მანდაც თრითინას იძახდი, ხო? თრითინებს იძახდი, კი თრითინა. გახსოვს ეს მახჭობელა თრითინაო, ხო? კი, თრითინა. ხოდა იჯექი 5 წლით მანდ. ოკეი, ბეტერმიჯი ხოჭები ნახე. რაგეცე მომიხერხეთ ბეტერმიჯი. რა ვქნა მე კაცო, ის თრითინა ყოფილა თვითონ გულდაწყვეტილი და გულნათკენი. მე რა შუაში ვარ, რა მოგიხერხო? აუ ბეტერმიჯი მე თქვენთვის აი არაფერი მომიპარებს. აი იმის ყველაფერს გფიცავარ, აი ხალხის ფული მომიპარე ბიუჯეტი დიდი. ამას უყურე, აბა შეხედე შენ. ეგ ფული რო ბიუჯეტის გაგონა და არა ჩემი, მაგისთვის 500 მოგარჭობს ზემოდან კიდე. ხალხის ფული მოუპარავს თურმე ბიჭს. ოკეი, ბეტერმიჯი ხოჭები ნე. ეხა უყური ამას სიმიბრედი. სხვა რა ხდება? რითი ერთობით ციხეში შაბა? მომიყევი. რითი გავერთო ბეტერმიჯი. ნაცებით ერთობით ხან მიყურებს რომ ძერვერიან და თითქოს კითხულობ ხოლმე. რას კითხულობ? რას თუ საიდუმლო რა? კითხულობ რა. რას კითხულობ? ერთი ლექსი ვიპოვე, აი ძალიან მაგარი, აი მინე ერთი რო ვაჯდება, აი ყივჩალის პაემანი. აბა მომიყევი, აბა მე არ ვიცი ხოიც მე არ გასკითხვა. უმეგრესი ნეწყვეტი. აბა მომისმინე. ხოხბობას გნახე, მიწურულიყო, როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არდამელია, დაიმდღეს ხმალი არამელესერი. იგურია, აუ მეტა მართლა ადამელი რე. ხო ვიცი ცუდი სიმთვრალე, მაგრამ ჭემი რე ხურძინი ჭემი რე. რა ვქნა ირაკლი, აბა რითგიშველო. რა გავაკეთო, რა შემიძლია შენთვის? ხო იცი რა შეუვალია ჩვენი პროკურატურა და სასამართლო. იმას კიდე პრეზიდენტი რო ყავს, ყაველაშვილი ურეკავ.
ყაველაშვილი რო ყავს პრეზიდენტი, ხო იცი გახსოვს? ურეკავ, შეიწყალე მეთქი, უნდა უთხრა, მაგრამ არ პასუხობს. რითი შავს? ბეტონი. მაგრამ ხაბიტუსი აქვს ისეთ ქართული ეროვნული და პატიო მაინც რაღაც დაირი კაცია. ხო მართლა ირაკლის მე შემახსენე გასვლისას რომ კახისთან უნდა ჩავნიშნო კალაძის და პაემანის ციხეში და არ გამოგჩეს. კალეძი გარეთ სვაბუდიზიანი კალეძი. შეთან არ არის კალეძი. როგორ მომენატრა შენი ოპტიმისტური იუმორი? როგორ მომაცინებს ხოლმე? სხვათა შორის რო იცოდე შენთან პაემანი აქ ციხეში ერთი წლის წინ ჩავნიშნე მე. რემეგერი რა შორს მიჭორეტელი ხარ ბატონო საიდან გამჭურიტეთ ასე ხარ ბატონო მიჭინა იმინა საიდან გამჭურიტეთ უმეგრისი გეხოთი ლუყა მოდი გეხოთი მაგინი ხარ გინოჩორი პუცერე უმეგრისი ხარ ხო გიყვარო ირაკლი მეგრი მიყვეხი მეგრი ხოჩი მეგრი მიყვეხი ირაკლი ჩვენ ხო მეგობრები ვართ. კი, ბერი. ხო და როგორც მეგობარს ეტყვის ხოლმე, საიდუმლოდ. ისე მითხარი, სადაგ აქვს შენახული ის დანარჩენი მილიონები. სად? არის ის არა აქ მითხარი. ვაკიში მაგ მოსასვიძე შენახული. გაყვიდებს. სად? აი თქვენი სურათი რო არის. ხო. თქვენი სურათი ამოატრიალებ კიდეზე და უკან სეიფია და იქ მაგ დამალული. ხო. ვაკეში ხო ვაკეში მოსაშვილი. ალო მამუკა. ვაკეში ქონია მოსაშვიძე, ჩემი ფოტოს უკან. ებიჯო რა თუნდა მილიონი სამოხებას კაცო მიზეზი. შედი და მე მოვიფიქროთ. ბეტერვიძე აბე მენდეო ბეტერვიძე ეგერი მენდეო და რეტო გამწირი ბეტერვიძე ხიზი. ირაკლი, ჩემი ნდობა იქნება კაცო. მე თვითონ ჩემთავს არ ვენდობი. ვინც მენდეთ მაგარი ხარ წუყელა. ეი ბეტერვიძე მერტლე აი ახლა უნდა გავიდე მე. ხო მართლა რა გთხოვე შემახსენეო? რა გთხოვე შემახსენეო? აი მან ვისთან უნდა ჩავნიშნო? კალაძეს ხო, ჩავნიშნავ. აბა ჰე დროებით. მიხედე თავს, მიხედე რა ვქნარი ჩემი დედა გეხმარო არ ვიცი. ეი ბეტერვიძე რატო გამწირე ესე ρε ბეტერვიძე. მაგის ჩიტი ვარ ეხლა რომ ყველაფერი ჩამეკაკლა კი აბა ბიჭო. ეთერე მავიწყდება ბიზნეს რა რო ჩემი მასწავლებელი იყო და მე მისი მოსწავლე ვიყავი. ხეზე ცოტა არ უნდა გესწავლებია ჯიგარო. მეც აქ მთელი ღამე უნდა გევათენო მთელი საკოცეთია ქანის. დარიგი მოვდივე. ვაგზელებს გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათები ჩინეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შავაჩოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებს გადაცემაზე მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი, პოლიტიკურად აქტიური ბაზრის გამყიდველების რეპ დაპირისპირება. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში, InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობი. ნახოთ მუსიკალური ნომერი. დენილი მარტო შენ და ბადრიჯანი რო ხარ თელო დარჩენილი მერე ხალხი რო ჩადის სამსახურებს ახვედრებს მაგას ბიძინა უკეთებს მაგრამ კი არ ახვედრებს ზარყნილი ევროპელები ჩვენ კანონებს რომ არღვევენ ეგ დამყლები ჩვენ ბიძინას კაპიკებზე რომ დასდენენ რას ვისინებ შეიხებთან მართვებით რომ წაგათრევენ შეჩერჩეტო არაბები ქართველობას არ გვართმევენ ჩემი ქართული ოცნება იცავს ერის ღირსებას არასოდეს არ დაუშვებს კაცის გადაჯიშებას ეს ხელწინა კი არ ფიქრობ სანამ რამეს იტყოდეს ღამე ფხიზლად ვიყავი რომ ხმარი არ გაგიტყოვდეს საღი აზრის გაგონება გეზიზღება ჭირივით იქნება და მართავს ვამბობ მაგრამ ჯიუტი ხარ მირივით იმპორტულ პომიდორს გავხარ ნათელია დღესავით გარედან კითხვასადყუებს შიგნით ახარ ხესავით ოცნებაც ქართულია ფულის ჭრაში გართულია კორუფციას ჩართულია ძარცმანება
ერთისგან მართულია აქ ცხოვრება რათულია ეს ხალხი რამ გაგარია შვიდობა მთავარია სუპის ჭამაც მაგარია ცივინჭადიც შაქარია და თუ გაქრა მისი სახე მერე ნახე ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან დიდი ჟურნალისტი, აი გამოცდილი, ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი, მოდი ესე ვთქვათ, ბატონი ვახო სანაია. მოგესალმებით ვახო. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში, ალბათ ეს ადრე რომ მოდიოდი ხოლმე უფრო ტაშფანდური იყო, აი აქედან შემოვდიოდი ცეკვი. წრეებს ვარხანდი, სალტოებს ვაკეთებდი და მე ვჯდებოდი აქ. დიდი შოუ იმართებოდა მაშინ კი და ახლა თვალწრემლიანი გავწკერი. ხო, ფინანსური პრობლემების გამო ხელფასების ვერ ვარ იქ. პრობლემები გაქვთ. ხო, ესე დაემთხვა აი ამ პერიოდში რომ ჩვენ გვაქვს ფინანსური პრობლემები. მე ვიცი თქვენ არა გაქვთ და კარგად ხართ. ჩვენ არა გვაქვს ფინანსური პრობლემები, იმიტომ რომ ფინანსები არა გვაქვს. პრობლემაც არ არის. ფორმულა. ანუ მდგომარეობა არხზე ძალიან ძიმეა, ვიცი, მაგრამ თქვენ მაინც ოპტიმიზმით ხართ განსჭვალული. კი, რა თქმა უნდა და ჩვენ არ ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე საჯაროდ, რომ აი ესეა, იმიტომ რომ არ გვინდა კიდევ ზედმეტად დავდრგუნოთ ვინმე, ვალდებული ვართ რომ ვიყოთ ეთერში. რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოხდეს და მაინც ვიქნებით ეთერში, იმიტომ რომ ჩვენ გვიყურებს უამრავი ადამიანი, ის ხალხი ვინც აქციებზე დგას, ის ხალხი ვინც ციხეშია და აქ წუწუნი არ შეიძლება. წუწუნი არ შეიძლება. ეს ვიცი რომ თმის შეჭრა არ გიყვარს, მაგრამ ახლა უკვე ფინანსურათაც არა გაქვს საშუალება რომ ეკთმა ეს პრობლემა უკვე თმის პრობლემა მოგვარებულია. ეს პრობლემა გადამჭრილი. და ვერც ვერავინ გეტყვის რომ რატო არ გაქვს თმა შეჭრილი. ხო, არა. მაგრამ ძალიან საინტერესოა, როდესაც ფორმულადან ხალხი მოყავს, ლეგენდები დადის შენს პიჯაკებზე, რომელიც გადაცემებში გაცვია. ოღონდ არც ძველები რაც არის შემორჩენილი, ეს პიჯაკები და ზოგადად არა მარტო შენი პიჯაკები. ხო? მე ვარ ძალიან დაუდევარი ადამიანი ეგეთ რაღაცაში, ჩაცმა საერთოდ არ მაინტერესებს და ვიღაცამ თუ არის ზრუნა ამაზე, არასდროს ყურადღებას არ მივაქცევ და ეთერამდე ძირითადად 5 წუთით ადრე მახსენდება ეს რომ პიჯაკი ჭირდება და ჩემი პიჯაკები ან სადღაც არის მიყრილი ან საერთოდ ვერ პოულობ რაღაც ეგეთი და შევდიოდი ხოლმე იქ გარდერობში და ძირითადად ხელში რაც მოხდებოდა გიორგი თარგამაძის პიჯაკები იყო. გიორგი არის ძალიან მოწესრიგებული ადამიანი და გიორგის პიჯაკები ხდებოდა ძირითადად ხელში და რო შევდიოდი, მე გიორგი ხედავდა, ეცნობოდა ეს პიჯაკები ხელში და ერთ დღეს ადგა და სხვა სართულზე ჩაიტანა ყველა. და ახლა 5 წუთი აკლია გამოშვებას და მოვკიდე ამ პიჯაკს ხელი, გონია რომ ისევ გიორგის პიჯაკია. შევედი ეთერში ეს მიკროფონები დამიმაგრეს და ვიცვამ ამას და აქ გაირღვა ორივე მხარეს. თურმე ამიღია თამუნა დემეტრაშვილის ჩვენი ჟურნალისტის პიჯაკი და ეს სულ გაირღვა აქ და აქ არ იკვრებოდა და აქ მთავრდებოდა. პიჯაკები. ეგეთი ამბებიც ყოფილა. ხო, რადგანაც ახლა შენ ხო ნაციხარი ხარ უკვე, ხო, ნასამართლევი ხარ და ხო, ნუ უკვე ფაქტიურად მე ჩემი სტუმრების უდიდესი უმრავლესობა აქ ნაციხრები არიან მხოლოდ კურდაძე ხარ მან. ხო, მოდიან შენთან. ხო, რა, ფაქტიურად ეგრე გამოდის, სულ ნაციხრები მომყავს გადაცემაში. შენი დაჭერის ამბავი არ მოგაკლდება. ხო, შენი დაჭერის ამბავი მაინტერესებს სასამართლოდან ციხემდე.
რომ დამიჭირეს, წამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. უკანა მხარეს ვარ ახლა ამ შენობის ეზოში. ერთი პოლიციელი შევიდა იქ რაღაც დოკუმენტების ამბავი უნდა გაერკვია და მეორე პოლიციელთან ერთად ვდგავარ ეზოში და ვეწევი სიგარეტს. ამ დროს გაჩერდა რაღაც მანქანა და გადმოვიდა ჩემი ერთი 15 წლის წინანდელი ნაცნობი თანამშრომლები ვიყავით ადრე. ან ჩვენი სფეროდანაა ტელევიზიის სფეროდან. ვიფიქრე რომ ეს ადამიანი ასე შეწუხდა რომ მოვიდა ჩემთან. გადმოვიდა და მომიახლოვდა როგორ ახლა რაღაცა რაშვები. ვარ ნელა შერაშვები ისა. რა შვები ვაქო რა მოგიყვანაო მე მეუბნება და რავი დამიჭირეს მეთქი. ხო მე აქ ვარო რა აქ მუშაობ და ძალიან ვიღლებოდიო რა ამ ტელევიზიებში მუშაობითო ხა რამდენი წელი გავიდაო მას შემდეგო და ძალიან ვიღლებოდიო და არა მე კარგად ვარო მითხრა ძალიან ჯიგრულათო არაფერიო აქ არ მიჭესო დავისვენეო რა და ეხლა არ მეკითხება არაფერს ანუ რატომ დამიჭირეს რამდენი წელიც გიჟია რამდენს მისჯი ან იქნებ სამუდამო პატიმრობაზე მივდივარ იქნებ რა დავაშავე ამას არაფერს არ მეკითხება ვეწევი და პოლიციელიც გაგვირვებულია რომ ეს არ მეკითხება არაფერს რა ამასაც უკვირს რა ამდენი წელია კაცი არ მინახავს და უცებ ესე და ესე ვუყვები ნუ ხო მე კარგად ვარო და ბოლოს კაი აბას ბოგამო და წავიდა ეს კაცი და დამტოვა ასევე რა ბედი მეწია რაღაცა ამას ალბათ ტელევიზორში გაიგონებ და ბოლოს ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს რომ იცი რა არის ამ ხალხს აქვს აი ამ კოცობას ვინც თქვათ აი რაღაცნაირად ახლოს არის რეჟიმთან მეტნაკლებად ძალიან უნდათ რაღაც სოციალიზაცია მოწყვეტილი არიან საზოგადოებას ამ საზოგადოებაში პრობლემა აქვს სუფრაზე ჯდომის პრობლემა ბევრი პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმიტომ რომ იციან რომ ძალიან საშინელ რაღაცაში მონაწილეობენ და მაგას უნდა ეგ სოციალიზაცია რომ ვიღაცა გამოელაპარაკა ის კი არა ინტერესებს მე თუ გინდა გამიშვი 200 წლით ციხეში ეგ არ არის მაგისი პრობლემა უბრალოდ თავისი თავი დაარწმუნა რომ კიდე ესაუბრება ვიღაც რა კოც ვცნობ აი ძალიან შორიდან ვცნობ რა აი ჩვენ გვაქვს შაბათის მარშები ფილარმონიიდან მივდივართ პარლამენტისკენ რომ გავუყვებით ამ გზას რამდენიმე 1000 ადამიანი მიდის და ეს რამდენიმე 1000 ადამიანი შეძახილებით, სასტვენებით, ესე მივუყვებით ამ გზას, რაღაცა სკანდირებენ და საინტერესო ამბავი ხდება აქეთ. და გზა იქიდან მომავალი მანქანებიდან ხალხი ხელს გვიქნებს, ვიდეოებს იღებენ, ესე რაღაც გულებს გვაჩვენებენ და ასე შემდეგ. აი კოც როგორ ვცნობ, იცი? საინტერესო რაღაც აქეთ ხდება ხმაურია რაღაცა სკანდირება ბოლომდე აქვს აწეული შუშა რო არ გაიგო და სადღაც იქით იყურება სადღაც არა უსასრულობაში იყურება სადღაც ეს კოცი და ეგრე კი არა ყველაფერი ჩაკეტილი აქვს რომ უკან თუ უზის ვიღაცა იმანაც რაღაც ან თავი არ გამოყოს ან ხელი არ დაგვიქნიოს ეგრე იქცევა სადღაც შორს იყურება სხვა შორის ეს უსასრულობაში ყურება ხო მაგალითად სასამართლოში ხო სასამართლოში როგორი სიტუაცია იყო იცი შენ რო გასამართლო ხო აქეთ ზის ბრალდების მხარე პროკურორი აქეთ მე და ადვოკატი და ის მანუჩარ ცაცუა მაგალითად ხო მანუჩარი ხო მანუჩარ ცაცუა ხო რას აკეთებს ეს მანუჩარ ცაცუა მოსამართლე მარტო ფიზიკურათა იქ ხო სადღაც იყურება უსასრულობაში მე უცებ მოვა აზრზე და დაცვის იმი ბრალდების მხარეს აი ჟარგონზე ვიტყვი გატისკავს რომ ეს რა უბედურება რა მოიტანეთ ეს რა მტკიცებულება წადით თავიდან მოიტანეთ და ნუ შენკენა რა ბატონო ვახტანგ უდიდეს პატივს გცემთ ეს მოცაცო მე თქვენ უდიდეს პატივს გცემთ მოიტანეთ თუ გაქვთ მტკიცებულებები ესე და დამთავრდა 6 დღე ციხეში გაგიხდა ანუ თამაშობს რაღაცას. სცენაზეა კაცი. ჯერ იქით სადღაც იყურება. ხო. საერთოდ არ აინტერესებს თავისსავე პროცესებს არ ესწრება. იქით იყურება. მე უცებ აქეთ ბრალდების ხარეს და
ბოლოს ციხეში გიშვებს რა და რო გადიხარ იქიდან უკნიდან კიდე სადღაც უსასრულობაში იყურება რომ რამე არ უთხრა. იცი რა უნდა კითხო? ეხლა ცოტა პოლიტიკურ მიმდინარეობ თემებსაც შევხედოთ. ეხლა მე ეს თვე ხო საინტერესოდ დაიწყო. ხმაურიანი იყო ზარქუა. ჩვენი განაცემისთვის მინდა გითხრათ რომ ისე ზოგადად რა ვიცი ეხლა. აი წარმოიდგინე ზარქუა უცბად წლის თავზე, აბუდაბის წლის თავზე ხო? აბუდაბის წლის ხო, ჩვენი უდაბნოს არწივი ესენი ძაფი. რა უცბად აი უცბათა შორის წინა სტუმრობა იყო თუ იმის წინ აბუდაბის თემაზე ვიყავი აქ მოსული ხო? ანუ ესე იგი აბუდაბის თემა განვიხილეთ იქ როგორ გადარჩა გაროზგვას. ხო. ეგ განვიხილეთ. კი, და ახლა წლის თავზე რა ანუ ტიპი არის აი ტოტალურად უიღბლოა რა. იმაში პიერი შარი რო თამაშობს 25 თუ 35 სკამი რო დგას ოთახში და ესენი რო ამოწმებენ რა დონეზე უიღბლოა რა და რო ერთი სკამი არის რომელსაც ფეხი აქვს მორყეული და რო შევა მაინც და მაინც იმაზე დაჯდება რა ეგ არის ზარქუა მე ესე იგი მე ვარ ფოლოვერი არის ესეთი გოგო უნგრელი გოგო რეკა დემეტერი ხო და TikTok-ზეც ყავს Facebook-ზეც და ეს გოგო დებს მონაკოს ამ ლაქშერული ცხოვრების ვიდეოებს რა და სხვებიც არიან ამის გარდა კიდევ სხვები და რავი დღეში ალბათ ერთი 500 ვიდეო იდება იქიდან რა დგას ხალხი ვიღაც რო ჩამოდის მანქანიდან მანქანას უღებენ და ამ ადამიანს ფოკუსში ესენი არიან რა ძირითადად და ანუ როგორი უიღბლო უნდა იყო იცი აი პროცენტებში აი 100%-ს რო 0.0 რაღაცა გამოაკლო რომ იქ მოხდეს კადრში ვიღაც იმიტომ რომ აქეთ არ არის საინტერესო მანქანა საინტერესო ის ვინც გადმოდის იქიდან ეს არის საინტერესო და წამიერკა ამა ჩაიარა თელი მონაკოს იმა ჩაიარა პირდაპირ ანუ ეგეთი უიღბლობა მართლა ანუ აი ეხა რო სოფლიოში მე მგონი ეგრე შემთხვევით მონაკოში არავინ არ მოხვედრილა კადრში რა არავინ თან როგორი უიღბლოა რომ მართლა წლის თავზე დაემთხვა აბუდაბის წლის თავზე დაემთხვა იცი რა უნდა კითხო რადგან ეს პოლიტიკა კარგად მიდის და გესმის ხო მე მინდა ერთი ესეთი პატარა ის ჩავატარო ახლა შეხო სანაია ხარ ხო მეგრულიც იცი აი ქართული და საერთაშორისო პოლიტიკა რო აი მეგრულად რომ მოყვე თუ შეგიძლია მე ვიცი რომ ვიხედა ვიკაბუკიას გაქვთ ერთი საერთო კონტენტი ერთხელ ვიკაბუკიას აქვს ძირითადად იქ ქვია ანტისაბუკია ვიკას და მე მქვია ველოდისანაია ხო ერთხელ ჩავწერეთ ვიდეო ძირითადად ვიკას მიმდინარეობა ერთხელ ჩავწერეთ ნუ რა ვთქვა ათე თურქმენეთის ოსურ მოურს ასეთ აქ ხო ჩკინწკუმა თბილისის დო ათე კობახიძე თურქმენეთის დო მუზგილე ჩავგალთეკ დიშკა ცალოგერე თეშმაიდა კოჩ მითი ვაურაგად ევროპა ვამოკონია მიდართ თურქმენეთშა თურქმენეთის თენავა კომიტის თენავა კომიტის დო მუგილე ჩავგალ ათე დუდრიგვა ეთი პაპუაშვილი ევროპა ვამოკონანია ირ დღას ტელევიზორსიო დო ევროპას ოგორანა ათე თურქმენეთშა მოუკოთ საერთოდ თურქმენეთშა ირაკლი კობახიძეს დიშკაცალო გერდუ თეკი მუთუნ ვარაგადუ მითინთეს ვაურაგადუ ათაშ გერედო ათაკ ამერიკაშ ვიცე-პრეზიდენტი ვაფასე რეგიონს საქართველოს მითინვარე მითინთენებს ვაურაგადუ თაშ მუჭოიპითი თაშ მუჭო ვეშილებე თაში და
გაიგე რამე? ეხლა გეტყვი რა გავიგე. აბა. მე გავიგე ის რომ თურქმენეთი გავიგე. რო რა? თურქმენეთში არის ჩვენი გადარჩენაო ალბათ ეგა. ის ხალი რო ჩამოდის თურქმენეთიდან. მეჯლისის თავმჯდომარე. მეჯლისის თავმჯდომარე. რო ჩამოდის, ხო, რა დროს ისა, როდესაც რეგიონში ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის სომხეთში თუ აზერბაიჯანში, ეგ გავიგე, პაპუაშვილი ევროპასო ლანძღავს. ხო, ყველაფერი გაგიგია. ხო. კი, თითქმის. ხო, ანუ თვითონ გილეს არ განვიცი რა არის? რას დაეთრევა ამ თურქმენეთში? კიდევ რა ვთქვი? დუდრინგვალი არის, ესე იგი, თავში რო არა თავი დიდი აქვს, მაგრამ შიგნით რო არაფერი არ არის. როგორ არის ეგ? დუდრინგვალი. მეც მაგ დიდი თავი და შენ შიგნით არისო, ანუ ეგ როგორ იქნება, ეგ უფრო ხო და ხო ნახე რომ წამიერი პაუზა მქონდა. წამიერი შენ პაუზა. ხარ ხო, დიდ დუდან და ტვინით გოპანტილი. ტვინით გამოტენილი. დიდ თავიანი, მაგრამ ტვინით გამოტენილი. ო, რა კაია, დიდ დუბა? ნუ, არ ვიცი, ხო, ტვინით ეფშა, ტვინით ეფშა. ტვინით სავსე. ტვინით სავსე. ეგ ხარ შენ? არხი რას აპირებთ თქვენ აი ამ ეხლა დებატები რო შემოვაგდო კობახიძემ თქვენი არხი აპირებთ რომ გამართოთ დებატები ჩვენ გვითხრეს რომ თქვენ არაო თქვენ პირველი ვარ თქვენთვის არ იყო ეგ განცხადება ანუ საჩვენო დებატები იქნება ხუთი დღე იფიქრა რუსთავი რომ ალბათ რამხელა ჭიდილი იყო ხო და ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის ოღონდ ახლა ამათი და ეგეთი რაღაცები არ გვინდაო. მე კონცეპტები გამოვიდნენ და თქვენს რომ მოკლედ დებატებისთვისო ჩვენო მზად ვართო, მაგრამ ახლა საწინააღმდეგო აზრის ხალხთან რა გვაქვს ლაპარაკო. ხო. ჩვენებურად წარმოგვიდგენიაო და ეს ჩვენებურად როგორ იქნება ნახავენ. კი. რუსთავი ორზე. რა უნდა კითხო იცი კვირაში რამდენი დღე მუშაობ? 6 დღე ვმუშაობ კვირაში. შაბათს ისვენებ მე მგონი. შაბათს ვარ მარშზე. შაბათს მარშზე ხარ, ნუ ფაქტიურად და 6 დღე, ესე იგი, გვიანობამდე ვარ ეთერში და ხამის ეთერში. აი, მაინტერესებს, აი ესეთ რეჟიმში რო ხარ. აი, ოჯახთან ერთად დასვენებას თუ ასწრებ, ანუ როდესმე დაგისვენი. აი, დასვენების რა გითხრა დასვენების, მაგრამ ხანდახან გვიწევს ხოლმე გზავრობა მე და ჩემს მეუღლეს. ამას წინათ შორეული მგზავრობა გქონდა ოკეანის მიღმა მივდიოდით და ავედით ახლა თვითმფრინავში სტამბოლში. ხო. აი აქ ზის ჩემი ცოლი, აქ მე და აქ ამოვიდა პროფესორის გარეგნობის ძალიან კარგად ჩაცმული კაცი. შიგნით რო ჟილეტს ჩაიცვა. მაგრად რომ მოიჭერა ამ ჟილეტს. ხო. ჰალსტუხი, პიჯაკი, აი რაღაც აი ამ ფერი პიჯაკი და შარვალი ზუსტად ერთნაირი ფერის და ჰალსტუხიც რაღაც ასე და ძალიან კარგად, ელეგანტურად გამოიყურება ეს კაცი და დაჯდა. ჩემ გვერდი დაჯდა. ხა მოვიდა ის დრო, როდესაც მოაქვს საჭმელი. მოიტანეს ჩემ მეუღლეს გადააწოდეს მეც ორიგიანია თვითონ? არა, თვითმფრინავი არის ერთი რიგი, დიდი თვითმფრინავია შუაში და იქით კიდე მესამე რიგია და ანუ ძალიან ბევრი ხალხია შიგნით და ძალიან დიდი თვითმფრინავია რა. ხო და რო დავსხედით ახლა ისა რო დავიწყეთ ჭამა. საჭმელი. ამ კაცმა თქვა რომ მეო არ მინდაო. საჭმელი. ხო, საჭმელიო და არ მისცეს ამ პიჯაკიანმა კაცმა მე არ მინდაო და წავიდა ძილისკენ რა, ჩათვლება და დაიძინა ამ კაცმა რა. ამ კაცმა რო დაიძინა, მე მოვრჩი ამასობაში ჭამას და მინდა რომ ახლა ხელები გავიწმინდო რა, ეს სველი ხელსაწმენდები რაც არის. ეს პაკეტში დებს რა. ხო, ხას ვიცი ხო. ავიღე, ახლა უკვე ჩაბნელებულია და კარგად ვერ ხედავ რა, ისე შუქი დაბალზეა. ნუ ავიღე ეს. ეს რო ავიღე, ხსნი და ვერ გავხსენი და გამოვკაჩე მთელი ძალით და სადღაც მესამე რიგში ესე იტკიცა ვიღაცა კაცმა ხელით. იყურება აქეთ. რა ხდება ვერ გავიგე ჯერ, მაგრამ მე რაღაც სითბო ვიგრძენი ხელებში. და
და თურმე ამ ხელსახოცის მაგივრად ზეთი გამიხსნია. ეს ზეთი რო გაწავიდა, რა სიჩქარე წავიდა, არ ვიცი, აი ეს ხმა გავიგონე. და ეს კაცი ასე აკეთებს და იყურება აქეთ-იქით. კაია. მე ვზივარ ასე. რა გავაკეთო არ ვიცი რა. იყურა და ახლა იქით რა ამუხსნა ჯერ ერთი რა. და ან როგორ ამუხსნა, არც ვარ ბოლომდე დარწმუნებული რომ მე ვქენი ეს, იმიტომ 1-20 მეტრია მე მგონი. პაკეტი გაისროლე, ხო გასწრული? არა, პაკეტი ხელში შემრჩა. ეს რო გავისროლე, აქედან გამოტყორცნილი ზეთი მოხდა. ასე აკეთებს ამას და მეც უკვე ვიგრძენი რომ ხელებში სითბო ჩამეღვარა რა. ზეთის. და ის კაცი დაშოშმინდა იქით, მე ხელები გავიწმინდე უკვე. შენ არ შეიმჩნი რომ შედახარ. ასე ვზივარ. ახლა და დამშვიდდა სიტუაცია ცოტა და უცებ ჩემი ცოლის წინ ვინც იჯდა, ესე წამოიმართა და კარგად დაჯდა. ჩემს ცოლს აი აქ წყალი რო უსხია, ეს წყალი სულ გადმოიღვარა. და დასველდა რა ამ წყლით და ატეხა ჩემმა ცოლმა ამბავი რომ ეს რა გამიკეთე. ტელეფონს დაესხა და რაღაცა და ეხლა იმასთან აქვს კონფლიქტი. და ამასობაში გამოვიხედე აქეთ და რას ვხედავ? ეს კაცი ჩემ გვერდზე როზის ეს პროფესორის გარეგნობით სულ მოთხრილია. რითი? ამ ზეთით. რო გაისროლე რო გავისროლე, იმას კი არ მოხდა მარტო. აქ გადმოიღვარა და ცოტა ჩაბნელებული ხო იყო და ვერც წარმოვიდგინე მე აქ ჩემს ხელებს უყურებდი, ჩემს შარვალს ვიწმენ და ძირითადი ნაწილი ავიდა ამ კაც ზეთის ფლიანად, აი აქედან ხავსტუხიან, აი ყველაფრიანად, აი აქ არის ზეთი. ხო და პიჭაკზე. ახლა რა ვქნა? და უკვე მივხვდი რომ ჩემი ცოლი უნდა დავაშოშმინო, იმიტომ რომ ახლა ამან რო გაიღვიძოს პასუხი არ აქვს. ის ეჩხუბება წყალზე და მე ვეუბნები რომ რა წყალი გაჩუმდი, წყალსჩივი აქეთ უბედურება დამემართა მეთქი რა და არ იღვიძებს ეს კაცი. ვიფიქრე რომ იქნება არ გაიღვიძოს დიდხანს, რომ ეს რას გავა ზეთი, რას გავა სულ ჩავიდა. აი ესე ჩადის ლაქები ასე დიდდება. რა გავაკეთო არ ვიცი. ლაქა ფართოვდება. და გაიღვიძა. ამ კაცმა აი ესე ვზივარ. გაიღვიძა ამ კაცმა. იმანაც გაიღვიძა. ამან. და ის ეუბნება რომ რაღაცაო. რა ხდება? ეს ეუბნება რომ რა ხდება ახლა? ორივე ამან დაიხედა ხო სუზეთშია და იმას სახეში მოხვდა ზეთი და ერთმანეთს უხსნიან ახლა. ანუ იცნობდნენ ერთმანეთს ისინი? აღმოჩნდა რომ მეგობრები იყვნენ, სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ უბრალოდ ბილეთები. აუჩი. და იმას ის სახის ამბავს უყვება და ეს უყვება აი აქ რა მდგომარეობად. სად წავიდე ახლა რა არ ვიცი რა, სად წავიდე და ამან ატეხა ამბავი სტიუარდესა მოვიდესო, მე მიზიარებს აზრს რომ ალბათო იმასო გადმოექცა რაღაცო და დამესხაო და ნუ რა არის რა მომსახურება ეს და ნუ მე უკვე უნდა ვუთხრა რა ახლა ეძახის იმას რა შუაშია ეს ეძახის აქედან გადააგდეთო სტიუარდესა თვითვრინავიდან დამღუპაო რა და ნუ მე ვუთხარი რა ვუთხარი და ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა ძალიან მე ვეუბნები ახლა რომ მე ვიყიდი ყველაფერს ავანაზღაურე გიყიდი ამ პიჭას არა მომითხრა როგორც ჩან შეძლებული კაციც იყო და ძალიან ისეთი პატიოსანი თურქი იყო ეს კაცი და საიდან ხარო რომ მითხრა გამომელაპარაკა რაღაცა უი საქართველო და ტელეფონში აიღო ტელეფონი და მაჩვენებს სამწვადეებს რესტორნებს იმას თურმე საქართველოში იმდენჯერ ყოფილა ჩამოსული და ბოლოს შევთანხმდით რომ საქართველოში კიდევ რო ჩამოვა დავეკონტაქტებით ერთმანეთს მე დავპირდი რომ ისეთი კაი პიჯაკები შემიძლია შეგირჩიო აი რა ვიცი გიორგი თარგამაძის პიჯაკს წავიდე
იცი სადაც არის. სადაც არის. არა როგორ გეკადრება და რას ლაპარაკობ თქვა. ამ პიჯაკის ამბავს ასე დავტოვებ და აი ამ იმაში ვარ რა და ესე ძალიან კარგად დავშორდით ერთმანეთს ბევრი ვისაუბრეთ. კაი ზეთი. იმ კაცს ვერაფერი ვერ შევთავაზე. რამე თქვა იმისთვის, იმან ჩამოირეთ იმას იმას ვერაფერს. დამხელა წნევით გა. იმას ვერაფერს შევპირდებოდი ნამდვილად, იმიტომ რომ იმას პიჯაკზე არ მოხვედრი. ეგეთი რაღაცები გემართება ხოლმე, ეგეთი უხერხული სიტუაცია. აი, სულ რაღაც ეგეთი მემართება ხოლმე და ესეც ერთ-ერთი რიგით. გაუჩიზე. არ იხსნება ეს და მოვკაჭე. დავჭერი იქით ვიღაც. კაი იყო. ვახო, ესე იგი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მინდა წარმატებები გისურვო, ყოველთვის ფორმაში ხარ. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ ჯერზე იმედია ჩემი დოლით და აკარდეონით არ დამჭირდება მოსვლა და ბენდი აქ დაგხვდება, რომელიც ძალიან მიყვარს და შემდეგ ჯერზე იმედია იმდენი ფული გექნება, რომ ექტმა შეიჭრა. ანუ ყედა რა კაი რაღაც გისურვო. აი, იმენა ძალიან მაგრად მემშვიდობებით. იმედია არხს იმდენი ფული ექნება რომ ხელფასი გადაგიხადოს და ეს უკვე კარგი სურვილია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ თავისუფლებას სინდისის პატიმრებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ. ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ვახო სანაია. დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში არ გადართოთ წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გველოდება. ნახავთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.